დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, სადაც უკვე მეშვიდე კლასის პროგრამის ერთ-ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორი არის სტანდარტული სახით ჩაწერა და რას ნიშნავს ზოგადად სტანდარტული სახე. მსგავსი სავარჯიშო იყო ეროვნულ გამოცდებზეც შესული და დამერწმუნებით, რომ არის ძალიან მარტივი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რაღაცა პატარ-პატარა დეტალები, რის მიხედვითაც შევძლებთ, რომ სწორი პასუხი შემოვხაზოთ. მე, როგორც იცით, გავდივარ ვებხოძე გოგიშვილის აი ასეთი მსგავსი წიგნებით, მეშვიდე და მერვე კლასელებთან, რომელზეც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოგვიერთდეთ. მეშვიდე კლასელებთან 20 იანვრიდან ვუწყებთ მეორე ნაწილს, რადგან პირველი დავასრულეთ, რომელიც 3 პარაგრაფისაგან შედგებოდა. ერთი პარაგრაფი ღირს 50 ლარი და ვისაც სურვილი გაქვთ და ფიქრობთ, რომ კარგად ვერ დაძლიეთ გამრილი მასალა, უფრო დეტალურად და სიღრმისეულად გსურთ, რომ ისწავლოთ მათემატიკა, რომ მე არ გაგიჭირდეთ შემდეგი გაკვეთილების და პარაგრაფების გავლა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. რადგან ჩემი ჯგუფები ღია იქნება 2024 წლამდე, შეძლებთ რომ ზაფხულის სარდადეგებზეც გადაიმეორეთ და უფრო სიღრმისეულად ისწავლოთ და სექტემბერში, როდესაც სკოლაში დაბრუნდები, იქაც ისევ ჯერ წინა წლის გამეორებით ვიწყებ და იქაც გამოგადგებათ ამ ყოველივეს გამეორება. მერვე კლასელებთან კი 17 იანვრიდან ვიწყებ უკვე მეხუთე პარაგრაფს პირველი ნაწილის წიგნიდან, ორ კვირაში დავასრულებთ და გადავალთ უკვე მეორე ნაწილზე და მივყვებით ამასაც და ეტაპობრივად გავივლით ყველა თემას, რაც არის მოცემული მეშვიდე და მერვე კლასელებთან. მერვე კლასშიც ერთი პარაგრაფი ღირს 50 ლარი. ეხლა კი მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ სავარჯიშოს რა არის მოცემული. ჩაწერეთ სტანდარტული სახით შემდეგი რიცხვი 39.278. ეხლა სავარაუდო პასუხებს რომ გადავავლოთ თვალი, აქ ყველაფერი აბსოლუტურად არის სწორად მოცემული. ანუ ეს რიცხვი არის გამრავლებული 10-1 ხარისხზე, ოღონდ მძიმემ გადაინაცვლა მარჯვნივ. ჩვენ ვიცით რომ მინუსი ხარისხი ნიშნავს იგივეს შეფარდებას 10-თან, ხო? ამ შემთხვევაში 39.278 რომ გავყოთ 100-ზე, იქნებოდა აი ასეთი სახით ჩაწერილი. თუ ამას პირიქით გავამრავლებ 10-1 ხარისხზე, მივიღებ ისევ საწყის რიცხვს. ამასაც თუ -2 ხარისხზე გავამრავლებ, აი ამ მოცემულ რიცხვს მივიღებ საწყის რიცხვს, 10-ზე გამრავლება ნიშნავს მძიმის მარჯვნივ გადატანეს, ხოლო უარყოფითი მინუს ხარისხიანი ნიშნის გამრავლება ნიშნავს მძიმის მარცხნივ გადატანეს. ერთი შეხედვით ყველა სავარაუდო პასუხი სწორად არის მოცემული. მაშინ აქედან როგორ ამოვარჩიოთ, რომელი არის სტანდარტული სახე? ეხლა პატარა წესს შეგახსენებთ, ვისაც არ გახსოვთ და დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის მარტივად გააკეთეთ ხოლმე მსგავსი სავარჯიშოები. სტანდარტული სახე ნიშნავს, რომ ისეთი რიცხვი უნდა დავწერო, რომლის მძიმის მარცხნივ ეწეროს მხოლოდ ერთი ციფრი და ეს ციფრი აუცილებლად უნდა იყოს ნულისაგან განსხვავებული. აი ეს ციფრები რო ჩამოწეროთ ამ რიცხვში რაც შედის, ეს არის 3, 9, 2, 7 და 0. ეხლა მე ისე უნდა ჩავსვა